გამარჯობათ, მოგესალმებით, მე ბაჩო რამიშვილი ვარ, ეს ჩემი YouTube გადაცემაა. ეს სტამბულია, ევროპა და აზია. ადამიანის ორი მხარეა, როგორიც არის და როგორიც უნდა რომ იყოს. და თუ გინდა რომ შენ შეძლო რომ გადახვიდე მეორე მხარეს, ეს შენი мотиваციაა. მე როგორც მომღერალს არტისტს ძალიან დიდი სურვილი მქონდა ჩამეწერა თურქი ყველაზე ძლიერი წარმატებული მომღერალი, რომელიცაც რა თქმა უნდა მთელი თურქეთი იცნობს და შესაბამისად ძალიან დიდი სურვილი მქონდა როგორ ცხოვრობს ეს პიროვნება, სად ცხოვრობს, რას ფიქრობს ზოგადად საქართველოზე, როგორი წარმოდგენა აქვს მას თუნდაც ჩვენს იმ ქვეყანაზე, რომელიც ქვეყანაც ვიცი რომ ძალიან უყვარს და შესაბამისად მოგვეცა საშუალება იმისთვის რომ მეტი мотиваცია ყოფილიყავით სტუმრად ისეთ პიროვნებასთან, რომელიც პიროვნებასთან შეხვედრას დამერწმუნდეთ 1-2 მაგა ძალიან საინტერესო იქნება, როგორც ჩვენთვის, ასევე იმ თუნდაც თურქეთში მყოფი ემიგრანტებისთვის, რომლებიც ძალიან კარგად იცნობენ ამ ადამიანს და არაერთი ადამიანი უსმენს დღემდე მის შემოქმედებას. ესე იგი, შემოვედი ძალიან საინტერესო ვილები, რომლებიც ძალიან საინტერესო დასახლება, სადაც ცხოვრობს თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მომღერალი, ვისაც შევხვდებით რამდენიმე წუთში და მასთან დავიწყებთ ძალიან საინტერესო ინტერვიუს, ესე რომ მეტი мотиваცია გრძელდება და გამოყვებით. მოგესალმებით ბატონ ჯენგის. მერაბა. ძალიან სასიამოვნოა თქვენი ხილვა. მოშკიალი. ძალიან სასიამოვნოა და ჩვენ მეტი мотиваციას მოგვეცა საშუალება რომ თქვენთან ჩაგვეწერა ინტერვიუ და გვესაუბრა ძალიან ბევრი იგი საინტერესო საკითხებზე. მე ძალიან დიდ მადლობას გიხდით. მე ძალიან მიყვარს ქართველები და საქართველო. მე ძალიან ხშირად ვსტუმრობ საქართველოს და ამ ხალხთან ერთად შესანიშნავ დროს ვატარებ. და მიხარია რომ დღეს სწორედ თქვენ ხართ ჩემი სტუმარი. ჩვენ ერთი მიწის შვილები ვართ. მოგეხსენებათ, მე ლაზი ვარ და ბათუმში როცა ჩავდივარ, მაქსიმალურს ვაკეთებ რომ ვისწავლო უკვე ქართულიც. მე ვიცი რომ თქვენ არ თუ ინდაბრძანდები და ძალიან ბევრი საინტერესო თემა შევეხეთ და მოდი დავიწყოთ ყველაფერი თავიდან, როგორ მოხდა თქვენი ტრანსფორმაცია მუსიკალური მიმართულებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ალბათ ძალიან ბევრი ადამიანს აინტერესებს თუ როგორ მოხდით თქვენ სტამბოლში და როგორ მიაღწიეთ იმ წარმატებას. მე ვიცი რომ 1994 წელს შეიქმნა ძალიან მნიშვნელოვანი მუსიკალური ალბომი, რომელმაც ალბათ მთლიანად შეცვალა თქვენი მუსიკალური კარიერა. დიახ, 1980-იანი წლები ნამდვილად წარმატებული იყო ჩემს კარიერაში. მე სტამბოლში ჩავედი და იქ დაიწყო ძალიან დიდი სიახლეები. სწორედ აქედან მოდის ჩემთვის წარმატება და დღეს უკვე გავხდი წარმატებული ადამიანი. ბატონ ჯენგიზ, მე ვიცი რომ თქვენი ყველა სიმღერა არის სიყვარულზე და არის ძალიან საინტერესო პროდუქტი გაქვთ რაც შექმნით ამ წლების განმავლობაში და თითქმის ყველა სიმღერა სულში ჩადის და რა არის ამ სიმღერების და ამ კონკრეტული შემოქმედების ინსპირაცია? რა თქმა უნდა, სიყვარულზე სიმღერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ სიყვარულს ვატარებ გულით და სწორედ ამიტომ ხალხმა შეიყვარა ჩემი სიმღერები. დღევანდელ დღეს ძალიან შეიცვალა მუსიკალური გემოვნება, ძალიან შეიცვალა მუსიკალური ინსტრუმენტალი, ადამიანების ყური. აი დღევანდელ დღეს თქვენი შემოქმედებას რომ იწყებდეთ, როგორც მაშინ დაიწყეთ. რამდენად გაგიმარტივდებოდათ, ისეთი პოპულარული ყოფილიყავით და ადამიანების სულამდე სულიყავით, როგორც ამას რამდენიმე წლის წინ ახერხებდით. მე 45 წელია ისევ იგივე ენერგიით ვღერი, იგივე ტემპით ვღერი. არ ვკარგავ ჩემს ენერგიებს, რა თქმა უნდა ტექნოლოგიები შეიცვალა, განვითარება ყველაფერს მოყვა, თუმცა სიმღერა ჩემში უცვლელი დარჩა. Nayda 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 nahoyna nayda ბატონ ჯენგის. nayda 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 nahoyna nayda jilbelo nayda
ძალიან კარგი ნოტაა ეხა იმისთვის რომ ერთი ქართული კითხვას დავსვათ. ძალიან ბევრ ქართველს უყარხართ, ძალიან ბევრმა ქართველმა იცის, მით უმეტეს სტამბულში ბევრი ქართველი ცხოვრობს წლების განმავლობაში და ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც ქუჩაში თუნდაც მოგვიწია ჩვენ შეხვედრა თურქეთში თურქ მეგობრებთან, ყველა გიცნობთ, ყველას მართლა ძალიან უყარხართ და ძალიან გვიხარია რომ ესეთ პიროვნება შეხვდით, რომელიც ყველას უყარს და რას ეტყოდით ქართველებს? რა წერილს გაუგზავნით, რა მესიჯს გაუგზავნიდით, რომელიც ალბათ თქვენი მხრიდან უფრო მეტად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუნდაც მათთვის. მიხარია რომ ქართველებს ძალიან უყვარვარ, მიხარია ისიც რომ ამაში დიდი წვლილი მიუძღვის სწორედ ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც თურქეთში ცხოვრობენ და მე ცდას არ დავაკლებ, რომ ქართველი ემიგრანტებისთვის ყოველთვის მაქსიმალურად დავიხარჯო და საქართველოს შორიდან თუ ახლოდან აუცილებლად მთელი გულით მოვეფერო. და მინდა რომ გზა გაუხსნა იმ ახალთაობას, რომელსაც მეტი мотиваცია აქვს, რომ თავის კარიერაში უფრო განვითარდნენ და უკეთეს მწვერვალებს მიეღწიონ, ვიდრე თუნდაც ეს მე შევძელი. ბატონ ჯენგიზ, მე ვიცი რომ თქვენი შვილები ძალიან აქტიურად არიან ჩართულები მუსიკალური მიმართულებით და მამის გზას აგრძელებენ და რა რჩევებს აძლევთ ხოლმე გზადაგზა? სიმართლე რომ გითხრა, არ მინდოდა რომ ჩემი შვილები ჩემ გზას გახოლოდნენ, მაგრამ ეს მათი არჩევანია და ძალიან მახარებს ის რომ მათ არჩევანს პირნათლად ასრულებენ. უფროსი შვილი არის სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებული, პარალელურად მღერის და ასევე პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. ხოლო უმცროსი შვილი ძალიან ცნობილი არის, თუმცა უნდა აღვნიშნო ისიც რომ ჩემი რანგის მომღერლები ჯერჯერობით ვერ არიან, მაგრამ მამის გზას კარგად მიყვებიან. რომელი მომენტი იყო ყველაზე რთული თქვენს კარიერაში, როდის გაგიჭირდათ ყველაზე მეტად სცენაზე დგომა? მე ზოგადად სირთულეების არ მეშინია და არც არასდროს არ მეშინოდა, თუმცა ყველა სირთულე რაც შეხვდა დიდი შრომით და მონდომებით გადავლახე. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ზოგადად ტელევიზიები ცოტათი არ მიყვარს, მაგრამ თქვენი გადაცემა განსაკუთრებულია. თქვენ განსაკუთრებული ქართველი ბრძანდებით, განსაკუთრებული სტუმარი ხართ და თქვენთვის უარის თქმა არ გამოდიოდა. სწორედ ამიტომ ჩემი ექსკლუზიური ინტერვიუ თქვენ გეცვლებათ. მოკლედ მეტი мотиваციის, რა თქმა უნდა, სტუმარი გახდათ ბატონი ჯენგიზ კურგლო, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანი თურქეთში და რა თქმა უნდა, ეს ინტერვიუ ექსკლუზიურად ჩაიწერა მეტი мотиваციისთვის და ალბათ ძალიან დიდი სურვილი გქონდათ, რა თქმა უნდა, მეტი мотиваციის შეგენახათ ის ადამიანი, რომელიც ესე ძალიან გიყვართ. შენი ბრალია, ჩემთან ახალ. შენი ბრალია. გადაცემის სრულობისას ვამბობდით, რომ უნდა აირჩიო მეორე მხარე, რომელიც არის ევროპა და შესაბამისად ძალიან ევროპულ ქუჩაზე მოხვდით ახლა და დავაგემოვნოთ თურქული ყავა და ცოტა გავეცდოთ აქაურ გარემოს და ატმოსფეროს. Merhaba nasılsın? Teşekkür ederim. თუ არ არსებული ახლა თურქეთში სტამბულში მოხვდეთ და არ დაიწყოთ ეს ყველაფერი ქუჩის იმ საოცარი სამზარეულოთი, რომელიც ქუჩაში იქმნება. ეს კოშკი ბევრმა ერმა დაიპყრო, თუმცა დაანგრევით ვერავინ ვერ დაანგრია. ისტორია გვახსენებს, ვინც მყარად დგას, ქარი ვერაფერს ვერ დაანგრევს. თურქებს აქვთ ერთი არაჩვეულებრივი გამონათქვამი. ერთი ჭიქა ყავის მადლი 40 წელი წლებს. და რჩება რა თქმა უნდა ძალიან ლამაზ თბილ მოგონებად. ამ ქუჩას თავისი საკუთარი რიტმი აქვს, რომელიც თითქოს საკუთარ ნაბიჯებს გაგრძნობინებს და შესაბამისად აქ თითოეული ადამიანის ჩამოსვლა თუ ასვლა წააგავს ცხოვრებისეულ აღმართს და დაღმართს. ეს საოცარი ადგილი სტამბულშია, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი ლოკაცია, რომელზეც ვიმყოფებით. ეს არის ადგილი, სადაც უნდა აიხედო ზევით და აირჩიო შენთვის საყვარელი ფერი. ადგილი, რომელიც ყოველთვის იგრძნობა, რომ არის ყუდრო გარემო, სადაც წვიმაც კი ვერ შეგაფერხებს. თურქეთში არის ერთ-ერთი საუკეთესო, ეს ქუჩაში მით უმეტეს არ არსებობს. ხილს გიწურავენ ისე რომ ბებო ვერ დაგიწურავს, ბებო. მოკლედ მეტი мотиваციის გამომწერებისთვის ახლა საინტერესო ამპულაში ვიქნები და მე თვითონ უნდა დავწურო პორტოხლის წვენი. სხვათა შორის აი სულ როცა ჩამოდიოდი სტამბულში, სულ რაღაც მომწონდა ხოლმე ეს პროფესია და მოდი ვნახოთ როგორია ჩვენი ხელით დაწურული პორტოხლის წვენი.
არანაირი წამალი არ კიდევა ადამიანს. ყველაზე მაგარი წამალი არის ეს, როდესაც შენი ხელით ესე რომ დაწურავ და მიიღებ ყველა იმ კალორიას. ღვინისწურით გამოვირჩევით ქართველები, თუმცა ამ შემთხვევაში მოგვიწია არაჩვეულებრივი ხელის დატოვება სტამბოლში, თან ჩემი ხელით გავაკეთე ეს ყველაფერი და ძალიან დიდი სიამოვნებაც მივიღე ქუჩაში. რა თქმა უნდა, სტამბოლი გამორჩეულია თავისი სამზარეულოთი და მათ ყავთ გამორჩეული პიროვნება სალტბეი, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს და ეს მისი ფილიალია. სხვადასხვა ახლა აღმოვაჩინე სტამბოლში სიარულის დროს და რა თქმა უნდა არაერთი შეხვდება, თუმცა ამ პიროვნებას რა თქმა უნდა მე შევხვდი ნიუ-იორკში და ძალიან მაგარი პიროვნება, რომელიც სპორტი, ჯანმრთელი ცხოვრება და სწორი კვებით არის დაინტერესებული. ესე რომ თურქებს არაერთი წარმატებული ადამიანი ყავდა, მათ შორის ერთ-ერთი სალტბეია. ჩაის კულტურა, რომელიც ამ ქვეყნისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ამ ქვეყანას გადმოეცა წლების განმავლობაში და ყველგან თურქეთში ნებისმიერ კუთხეში შეხვდებით ასეთ მსგავს ადგილებს და ეს ადგილები სხვათა შორის რითიც გამოირჩევა არის ის, რომ ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან, საუბრობენ, ჟელობენ და უამრავ თემას განიხილავენ და ჩაიც ერთ-ერთი ამ ყველაფრის რა თქმა უნდა საწყისია, რითიც იწყება ძალიან ბევრი საინტერესო თუნდაც ურთიერთობები. თურქეთის არაერთ ადგილზე შეხვდებით ესეთ პატარა ჩაიხანებს, სადაც უამრავი ადამიანი ერთად არიან შეკრებილი და ძალიან ბევრ აზრს უზიარებენ ერთმანეთს. მორიგი გამომწერი დაგვემატა, რაც მნიშვნელოვანია თურქეთში არის მეტი мотиваციის, რა თქმა უნდა, ჩვენ YouTube არხი, სადაც უყურებთ ამ გადაცემას, მეტი мотиваცია, სადაც შეგიძლიათ გამოიწეროთ და ზარით მიეცი, რომ ყოველთვის გესმოდე ჩვენი ხმა. აბა, წარმატებები. Thank you. ეს გადაცემა მხოლოდ და მხოლოდ სტამბოლის სილამაზეებით და ლამაზი ინტერვიუთი შემოიფარგლა. ესე რომ დაელოდეთ მეტი мотиваციას და სიახლეებს, რა თქმა უნდა, ნახავთ შემდეგ გადაცემის.